ყურადღება. აგერ უკვე 7 თვე არაც არც ლაპარაკობს და არც არსად უჩვენებს ჩვენი ბელადი ბინძინა ივანიშვილი. გამოჩენილი კომკავშირი, ლენინის მრავალგზის ორდენოსანი, სოციალისტური შრომის გმირი და უბადლო კომუნისტი ამხანაგი გიავოლსკი უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება. და დიპლომატი და უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება. გაიხსნა! პირველი დენდროლოგიური პარკი. მადლობა ჩვენს ბელას, რათა ასე ოსტატურად შეძლო 64-ის საბჭოთა მიწაზე ჩამოტანა. საბჭოთა მეცნიერები მუშაობენ მოძრავი აბანოს გამოგონებაზე, რათა ჩვენმა ბელადმა ნებისმიერ ადამიანთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ საფუძვლიანად შეძლოს წყლის გადავლება. წინასაარჩევნოდ ჩვენი ბელადის პარტიამ გადაწყვიტა გაიაროს დიდი დავით აღმაშენებლის გზა, ამიტომ ისინი აპირებენ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოასახლონ 40,000 ძველი ბიჭი ყივჩაღი. კომპარტიის ყრილობაზე, რომელიც კოჯრის ტყეში გაიმართა, ჩვენი ბელადისადმი მიზღვრილმა ურაცხელმატაშების ეკომ კლიმატის ცვლილებაზე იმოქმედა და ადიგენში მეწყერი ჩამოწა. საბჭოთა ფილმმა დაიწყო ვესტერნის გადაღება, რომლის სახელიც იქნება კარგი, ცუდი და ბოროტი, სადაც მთავარ როლს შეასრულებს ყველა მთავრობაში მთავარი როლის შემსრულებელი, ახალ ქალაქის თეატრის მსახიობი ენზელ მკოიანი. ერთად დავეციოთ და გავუსწროთ ამერიკას. კრიმინალური ინფორმაცია. კოჯრის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ადამიანის ტყავის ნაფლეთები. სავარაუდოდ, კანის ფრაგმენტები ეკუთვნის ოცნების ყრილობაზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც კანის ზემოთ ხსენებული ნაწილები ტაშის გადაჭარბებული დაკლის შედეგად გადასწრათ ხელებზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ტელეხირით ჩაერთო და განაცხადა, რომ ნახტომისთვის ემზადება. არ ვიცით ამხანაგი სააკაშვილი რისთვის ემზადება, მაგრამ მისი მწვანე მინდორზე წამოგორება აშკარად ხაზს უსვამს მის ლტოლვას კაპიტალისტური სამყაროსა და უზრუნველი ცხოვრების მიმართ. ენზელ მკოიანის ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ მოსახლეობა იმდენად აღფრთოვანდა დეპუტატით, რომ ეს დღე კალენდარზე საგულდაგულოდ გამოყვეს და მომდევნო წლიდან ყოველ ამ დღეს ენზელობას აღნიშნავენ. ენზელობას საერთო სახალხო დღესასწაული იქნება, მოსახლეობა გაიყოფა ორ ნაწილად და იარაღიანები სროლით გაეკიდებიან უიარაღოებს. საქართველოს დენდროლოგიური პარკი დამსვენებელს ახალ სერვისს შესთავაზებს. პარკის გასასვლელში დენდროლოგიური თანამშრომლები დამთვალიერებელს პირში ერთ-ერთ მცენარეს გამოავლებენ და საჩუქრად გადასცემენ ბუს ორცალ კვერცხს. ამიერიდან დენდროლოგიური პარკის დამსვენებლები პირში ჩშალა გამოვლებულები და ბუს კვერცხებით დაბრუნდებიან შინ. ვაშა საბჭოთა საქართველოს, ვაშა დენდროლოგიურ სამოთხეს, ვაშა ვუ ა შუ ა